თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რიტმი, რომელსაც უნდა უსმინო, სამედიცინო რუბრიკა პულსი რადიო ედუსტრიმზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პულსი და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი პედიატრი ქალბატონი სოფია ნაცვლიშვილი. დღევანდელ გადაცემაში საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს უკავშირდება. ეს არის გაუწყლოება, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფექციები, დაავადებები, ალერგიები და ასე შემდგომ. მოგესალმებით ქალბატონო სოფია და მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მეც ასევე მოწვევისთვის, საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ვფიქრობ. ქალბატონო სოფია, პირველ კითხვას დაგისვავთ უშუალოდ, რომელიც ზოგადად სიცხეებს უკავშირდება, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდი და სექტემბრის პერიოდი, შემოდგომის პირველი თვე საკმაოდ აქტიური სეზონებია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვისაც. ეს ის პერიოდი, როდესაც აქტიურად უფრო მეტად გვიწევს გარეთ ყოფნა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი, რაც შეიძლება იყოს რისკში, ეს არის ბავშვების გადახურება. ასევე სიცხე. რა სიმპტომური გამოვლინებები ახასიათებს ზოგადად, როდესაც მშობელი უნდა მიხვდეს, რომ ბავშვი გადახურებულია ამინდის მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი, ფაქტიურად თვის ბოლომდე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, თუ მაღალმთიან, რა თქმა უნდა, რეგიონებს არ ჩავთვლით. ამიტომ კვლავ აქტუალური რჩება გადახურებით, მზის ჭარბი გამოსხივებით გამოწვეული გადახურება. პირველ რიგში, რაც უნდა აღნიშნო, ეს არის ტემპერატურის მატება, ასევე გახშირებული ზერელეს სუნთქვა, გულისცემა, უფლიანობის გარეშე ტემპერატურის მატება, ნამდვილ უფლიანობა არ ხდება ხოლმე, რაც თავისთავად კიდევ მეტად ახურებს ორგანიზმს, ხო, რაც მცირე ასაკის ბავშვი მეტი რისკია, რომ მოხდეს გადახურება, ვინაიდან თერმორეგულაცია არ არის ჩამოყალიბებული სრულყოფილად მცირე ასაკის პატარებთან და ამიტომ უფრო მეტად სარისკოა და საყურადღებო. აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ჩრდილში ასეთ შემთხვევაში, რაც შეიძლება გრილ გარემოში, გრილი შხაპი მივაღებინოთ თუ შესაძლებლობა, თუ არა და მსველი ვეწარიან პირსახოცით მოხდეს გაგრილება, აუცილებლად კისრის არეში, შუბლის არეში, სადაც მცხოვრის სიცხთარგვები გადის. სიმშვიდე შევინარჩუნოთ, წამოვაწვინოთ ბავშვი და თუ ისევ გაგრძელდა სჩივლები, ან ცხელება თუ გაგრძელდა მაგ შემთხვევაში სიცხის დამწავი უნდა მივცეთ აუცილებლად და უნდა მივმართოთ პედიატრს. გადახურებასთან ერთად ასევე ერთ-ერთი გამოწვევა ეს არის გაუწყლოება. მაშინ, როდესაც ხშირად გვხდება ხოლმე პრაქტიკაში, რომ ბავშვები არასაკმარისი რაოდენობით წყალს ღებულობენ, ხშირად ჭირვეულობენ იმისთვის, რომ საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღონ. ამასთან დაკავშირებით მშობლებს რას ურჩევდით, როგორ შეუძლიათ, რომ ბავშვების ორგანიზმში მაქსიმალურად შეძლონ ჰიდრატაციის შენარჩუნება? დღეებში აუცილებლად შექმნა მეტი რაოდენობით სიცხლის მიწოდება აუცილებელი, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება დღის განმავლობაში, როგორ იღებს ბავშვი წყალს, თუ თამაშობს, ავიწყდება, ასევე თუ არის, თქვათ, ავადობა, რაღაც ტემპერატურა მაღალი, დიარეები ხშირად ან ფაღარათი ამ პერიოდში, როდესაც ნაწლავთვარი ინფექციებია გავრცელებული, ღებინება შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად საჭიროებს მეტი რაოდენობით სიცხის მიწოდებას ბავშვის ორგანიზმში. ასაკიდან გამომდინარე, წონიდან გამომდინარე, დაახლოებით 2 წლის ასაკის ბავშვებში მინიმუმ 9 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოს, 2-დან 10-12 წლამდე დაახლოებით 1 ლიტრი წყალი და კიდევ უფრო უფროსი ასაკის ბავშვებში ლიტრანახევრიდან 2 ლიტრამდე, რაც მეტია წონა, შესაბამისად მეტი მოცულობის წყალი გჭირდება. ასევე დანაკარგი თუ მეტია მაღალი ტემპერატურა თუ აქვს ბავშვს ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ვაწვდით წყალს, თუ ფაღარათი აქვს ასევე ყოველი დანაკარგის, თქვათ, ანუ თხილ-თხლად კუჩი გასვლის შემთხვევაში ვუმატებთ ამ სიცხის მოცულობს, თუ ღებინება აუცილებლად ამ შემთხვევაში თუ ვაწვდით დამატებით ელექტროლიტების სახით, ან
აუცილებლად სუფთა წყლის სახით მაინც თუ არ იღებს ბავშვი ელექტროლიტებს და აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დიდი მოცულობით ერთდროულად სითხე არ უნდა მიიღოს, ანუ ხდება ეტაპობრივად 5 მილილიტრი დაახლოებით 5 წუთის ინტერვალში თითო კოვს ვაწოდებთ. შემდეგ ამ ინტერვალს კიდევ ამცირებთ თქვა 3 წუთში ერთხელ, რომ კლუბ-კლუბად მოხდეს ამ სითხის მოცულობის მიღება და არა ვთქვათ ერთიანად, რაც შემდგომ კვლავ დააპროვოცირებს ღებინებას. თამაშით შეგვიძლია გავართოთ ბავშვი რაღაც ასევე მოწოდებული რეკომენდაცია შესაძლებელია, ანუ ელექტროლიტების გაყინვა შეიძლება და რაღაც როგორც ნაყინი, ესე თამაშის სახით რაღაცნაირად მივაწოდოთ. გასათვალისწინებელი თუ ბავშვი არ იღებს შესაბამისად სითხეს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ასეთ შემთხვევაში ექიმს პირველადი დახმარების გასაწევად, ვინაიდან გაუტყუობა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს, ან გართულებებს იწვევს. მით უმეტეს კიდე რაც უფრო ასაკი მცირეა, კიდევ უფრო მეტი გართულებაა ასეთ შემთხვევაში. აუცილებლად ასე რომ ასეც საყურადღებოა. ქალბატონო სოფიო, ასევე რო ვისაუბროთ მზეზე ყოფნასთან დაკავშირებულ რისკებზე. მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში ბავშვები უფრო მეტად არიან ეზოში, ან თუნდაც ზღვისპირა სანაპიროებზე შესაბამისად უფრო მეტად უყვართ წყალში ყოფნა. რა რისკები ახლავს ამასთან? როგორ შეიძლება ეს რისკები ავირიდოთ თავიდან და ამასთანავე მზის აბაზანების ნაწილზეც რო ვისაუბროთ, როგორ შეუძლია რომ პირობითად მშობელმა მზის აბაზანები ჩაანაცვლოს სხვადასხვა აქტივობებით. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, ანუ დრო დასაშვები რეკომენდირებული ის მინიმალური დრო. აუცილებლად ვიწყებთ მცირე დროის მონაკვეთიდან 15-20 წუთიდან მზეზე, ანუ ინსოლაციის ასე დასხივების ასე რომ ვთქვათ. მომენტს გასათვალისწინებელია აუცილებლად, რომ ეს უნდა მოხდეს დილის საათებში, ან 10 მაქსიმუმ 11 საათამდე და ასევე დღის მაღალ-ახალში 5-6 საათის შემდგომ, რადგანაც საათიდან დაახლოებით 5-6 საათამდე ყველაზე მაღალი გამოსხივება აქვს, ანუ როგორც სითბური ინფრაწითელი, ასევე ულტრაისფერი A და B ტიპის სხივები, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მცირე ასაკის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის განსაკუთრებით, ვინაიდან დაცვითი მექანიზმები არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, ასევე რაც უფრო თეთრი კანი აქვს ბავშვს, მით მეტად რისკია რომ მოხდეს ეს დამწყობა მზის სხივებით, ასევე გადახურების რისკები არსებობს მზეზე ხანგრძლივად დაყოვნების პერიოდში. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზის დამცავის საშუალებები, ნებისმიერ დროს თუნდაც დილით, სწორ დროს შესაკანის შესაბამისად, რაც ღია კანი, მაღალი ფაქტორი, ზოგადად ბავშვებში მოწოდებულია 50 დამცავი SPF-ს, რომ ეძახით დამცავ ფაქტორს. აუცილებლად ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი უნდა ეცვას პატარას, რაც შეიძლება ღია ფერის, ვინაიდან ღია ფერის ტანსაცმელი მზის წყალს ირეკლავს, ნატურალური ქსოვილი არ იწვევს გადახურებას. და დრო, რა თქმა უნდა, ანუ პირველ რიგში ეს სწორი დრო უნდა დავიცოთ, არაფრით ყოველ დაუშვებელია, ანუ შუა დღის მზეზე გასვლა პირდაპირ სხივების ზემოქმედება ბავშვის კანზე. ქალბატონო სოფიო, ასევე ჩვენ ვახსენეთ დასაწყისში, რომ სხვადასხვა ინფექციები და დაავადებები იჩენს ხოლმე ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში. თან მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდში ენტეროვირუსებით საკმაოდ გავრცელებულია. რომ უფრო ფართოდ ვისაუბროთ, ძირითადად აი ამ სეზონებზე რა ინფექციები, ალერგიები გვხვდება და როგორ შეიძლება რომ პრევენციის ღონისძიებები გავატაროთ. ხება ინფექციებს, ანუ ენტეროვირუსები საკმაოდ ისეთი დიდი ჯგუფია ვირუსების, ჩვენ არასწორად ვეძახით ეს მხოლოდ ენტეროვირუსები არის, ეს არის ნაწლავური ინფექციები, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსით გამოწვეული, ასევე ბაქტერიული ინფექცია. აუცილებლად გასათვალისწინებელი ამ პერიოდში, ანუ შეიძლება შემოდგომის დასაწყისში კოქსაკის ვირუსით, ზოგჯერ კოქსაკის ვირუსით შემთხვევებით მატულობს ხოლმე, რესპირატორული ინფექციებიც, ასევე რინოვირუსები გვხვდება, საკმაოდ კოვიდიც გავრცელებულია ამ ეტაპზე. აუცილებლად უნდა დავიცოთ პირადი ჰიგიენა, ანუ ხელის ხშირი ბანვა, თუ ბავშვს რაღაცა სიმპტომები აქვს, მოვარიდოთ, რომ სხვაც დავიცვათ ინფექციის გავრცელებისგან, ასევე ახლო კონტაქტისგან მოვარიდოთ, რომ დაინფიცირება რაც შეიძლება, ანუ მინიმალური რისკები იყოს დაინფიცირების. ამასთანავე ასევე გვხვდება ხშირად კოღოს ნაკბენი, სხვადასხვა მწერების ნაკბენი. ესეც არის ერთ-ერთი გამოწვევა მშობლებისთვის. ამასთან დაკავშირებით რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, რომ ერთის მხრივ პირობითად თავიდან აირიდონ მსგავსი შემთხვევები, ან მეორეს მხრივ უკვე შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ დაკბენის შემდგომ.
რა თქმა უნდა, აუცილებლად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზაფხულის პერიოდში, აუცილებლად ცეირნობა, ანუ შებინდებისას არ არის რეკომენდებული, ასევე დილით, ადრე სპეციალური საშუალებები არსებობს წერებისგან დამცავი ბავშვებისთვის, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ამასაკობრივი ჯგუფისთვის განსაზღვრული პრეპარატები. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები, იყენებენ ცხოველებისთვის არსებულ, ანუ ცხოველების წერებისგან დამცავ საშუალებებს, რაც ყოველდღე დაუშვებელია, ვინაიდან ტოქსიურია ეს საშუალებები ბავშვის კანი უფრო მეტად იწოვს ამ ტოქსიურ ნივთიერებებს, უფრო მეტად საშიშია ასეთ შემთხვევებში. და რაც შეეხება დაკბენის დროს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ანტისეპტიკური ხსნარი თქვას, ხილხილ დიდნით დამუშავდეს ნაკბენი, აუცილებლად საყურადღებო თუ შეშუპება განვითარდა, ანუ საკმაოდ ალერგიულია წერის შხამი. წერსაც გაჩნია, ანუ რამ წერის მიერ იქნება ხო დაკბენილი ბავშვი, იმის მიხედვით აუცილებლად საყურადღებო, ანუ ანტიჰისტამინური შეიძლება ჩაირთოს თუ კი არის შეშუპება, ალერგიული რეაქცია, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამ შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, თავიდან რომ ავირიდოთ ეს ალერგიული რეაქციები და გართულებები. აი ბოლოს კი რომ შევაჯამოთ ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები მშობლებს, რაც ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში უნდა გაითვალისწინონ იმისგან, რომ ის რისკები აირიდონ, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ გამმეორდები, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სუფთა ჰაერზე თუნდაც მზეზე გაყვანა, სეირნობა, კონტაქტი, ეს აქტივობები, ამიტომ პირველ რიგში სწორი დრო უნდა შევარჩიოთ დილის საათებში ან საღამოს საათებში, ეს არის მაქსიმუმ დილის 11 საათი და საღამოს არაუაძეს 5-6 საათისა. ასევე ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იგივე რომ ნატურალური ქსოვილი იყოს, მზისგან დამცავი საშუალებები გამოვიყენოთ, ასევე მწერებისგან დამცავი საშუალებები, დღის განმავლობაში თამაშის დროს თუნდაც ჭრილში იყოს, აქტიურად მივაწოდოთ სითხე, შევახსენოთ ზოგჯერ თამაშის დროს საერთოდ არ ახსენდება დალევა, ხო, მშობელი უნდა იყოს აუცილებლად ყურადღებით, რომ ადეკვატურად მიაწოდოს, წყალი ქონდეს გვერდით, შეახსენოს პატერას, რომ ხშირად რაც შეიძლება დალიოს, წყალი იქნება თუ წვენი, რა თქმა უნდა, სასურველია სუფთა წყალი მიიღოს, ვიდრე წვენი, იმიტომ რომ ნატურალური წვენები სამწუხაროდ თუ სახლში არ არის, ასე ვთქვათ, მომზადებული, მაინც ჯობია სუფთა წყლის სახით მიიღოს ეს სითხე. ძალიან დიდი მადლობა. ვუწევთ ჩვენ პატარას. მადლობა, მემედოვა ეს ინფორმაცია მშობლებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება მიმდინარე პერიოდში. ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალი გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.